მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით და მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. თქვენთან მოვედი ახლა საჯარო გაშლით. ბოლო ჩემო ძვირფასებო, რაო ჩვენმა პარტნიორმა რაზე უნდა ვისაუბროთო? ეხლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში გაკვირდებათ თქვენი პარტნიორი მეგობრებო. განსხვავებული ხერხებით მოდის თქვენამდე. თქვენ ვერ მიხვდებით მოკლედ. ყველანაირ ხერხს მიმართავს თქვენი პარტნიორი, რომ თქვენ ვერ მიხვდეთ თუ რომელია თვითონ. შეიძლება მეგობრებო კიდე მიმართავს რაღაც ზემოქმედებას, ზეწოლას. აქ შეიძლება კიდევ არის ადამიანების ჩარევებიც თქვენ ცხოვრებაში. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს. ეს არის თქვენი კარმული გაკვეთილი ორივესთვის. თუ ორივე გადიხართ კარმულ გაკვეთილს, ამ ყველაფრიდან განთავისუფლება გინდათ ორივეს, თქვენც და მასაც. დაიღალეთ უკვე ძალიან დაიღალეთ, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებთ თავს. გული გაქვთ ძალიან დამძიმებულები მეგობრებო. თითქოს პასუხისმგებლობას გაურბიხართ პასუხისმგებლობას და თქვენი პარტნიორიც აღარ გინდათ უკვე, დაიღალეთ. კიდევ რა, სტრესში ხართ. კიდე ბოლო რაო ბოლო მეგობრებო და ბოლო გამოვალ ამ დეპრესიული ფონიდან, გამოვალ ამ საკუთარი თავის წინააღმდეგობებიდან, ავიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, ავიღებ მამაკაცურ საქციელებს, შემოვიფარგლებ მამაკაცური საქციელებით, დიდი სიყვარულით, დიდი მგრძნობელობით, დიდი ემოციებით და მოვალ მშვიდობით. აბატონო, და დავასრულებ იმ წარსულ გაუგებრობას, რისგანაც გავრბოდი და გამოვრბოდი, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი სულმეითი, შენ და მხოლოდ შენ მეგობრებო და ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ თქვენამდე მოვიდეს და თქვენთან მეგობრებო მოგუცურდება, არსად არ წავა ჩვენი ქუცურა, ბევრი კი გაწვალათ, ბევრი კი განერვიულად, ძალიან ბევრს ეხლაც გაწვალებს და განერვიულებთ, ეხლაც გარბის და მორბის, ეხლაც გაურკვევლობაში გამყოფებთ, მაგრამ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, ნახეთ? და გაავებულია ეხლა საკუთარი ქცევების გამო. ის რაც გააკეთა მეგობრებო, ეხლა მას შემოუტრიალდა ძალიან ცუდად. და ეხლა პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ვერც ყვირის, ვერც ჩხუბობს, ვერც ვერაფერს ვერ ამბობს და რა გააკეთოს არ იცის და ნუ სხვანაირად ვერ არ შეუძლია. ძალიან წარმოგიდგენთ ფანტაზიებში, ილუზიებში. ძალიან წარმოგიდგენთ მეგობრებო, კი. წარმოსახლში წარმოგიდგენთ თქვენთან ერთად ყოფნას. კიდევ რაო ბოლო კაცო. რაო მეგობრებო და უნდა რომ ძალა მოიკრიბოს სულიერად. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ ეს ურთიერთობა გააღვიძოს, გააღვივოს, გააგრძელოს. აქ უნდა რომ შობადობაც იყოს, ბავშვის დაბადება, ერთმანეთის გვერდში დგომით, რომ ურთიერთობაში იყოს ურთიერთობა, რასაც ქვია მეგობრებო, კი. იმედი აქვს ამ ურთიერთობის. ამ ურთიერთობიდან თქვენი პარტნიორი კი ჯერ ხო ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს და ძალიან დიდი იმედი აქვს, ძალიან დიდი რწმენა აქვს, რომ ამ ყველაფერს მიიღებს, რასაც ელოდება და დაგიმტკიცებთ, რომ ამ ყველაფრის ღირსია. დაკაზალწელსტვა ამ ადამიანს უნდა რომ დაგიმტკიცოთ ის, რომ ის ღირსია თქვენი. კი ბატონო, კი. ესეთია დღევანდელი მოკლე მიმოხილვა ჩემო ძვირფასებო. მოდი ერთი კარტი კიდევ და ბოლო სიტყვა. ბოლო სიტყვა რას გეტყვით ბოლო სიტყვა ისევ და ისევ თქვენი პარტნიორი. მისი ბოლო სიტყვა ეხლა. ძალიან ეშინია ამ ყველაფრის. ეშინია იმის რომ არ მიიღებთ. ეშინია იმის რომ უკან გაუშვებთ, არას ეტყვით. რიცი ეშინია. ეშინია მიტოვების, ეშინია ხელის კვრის. უმიზეზოთ რომ ხელი კრათ, იმისაც ეშინია, თუმცა მიზეზიც გაქვთ, მაგრამ მაინც ეშინია. იმისაც ეშინია და ამისაც. ძალიან დიდი შიში აქვს ამის ამ ყველაფრის, რომ თავისი ჩაფიქრებული სურვილები და ოცნებები არ ასრულდება.
თითქოს რაღაცა ინტუიცია უგრძნობს ამ ადამიანს, რომ რაღაც უნდა გააკეთოს, რაღაც უნდა მოვიდეს. კარგად უნდა მოვიდეს. იმას თუ არ ჩავთვლით აქ რა წერია, რომ აი გულის მელოდია, შეიძლება ფიქრობს, რომ სერენადებით მოვიდეს. რამდენად საოცარია. მაგრამ კი, მეგობრებო, ძალიან ღირებული ხართ, ძალიან ფასეული ხართ მისთვის. გაერთიანება უნდა თქვენთან და მოკლედ ბლაგაპალუჩი, აი ყველაფერი კარგი უნდა თქვენთან ერთად ამ ადამიანს და უნდა რომ თქვენთან ერთად აი ეს შორიგზა გაიაროს უსასრულობამდე. აი როგორი კარტია და აი თუ დააკვირდებით, აქ კიდე მე ვხედავ ღრუბლებში ისევ და ისევ თქვენს სილუეტს. აქეთ ქალბატონი და აქეთ მამაკაცი, რომ აი ესე გხედავთ თქვენი პარტნიორი, კი, წარმოგიდგენს წარმოსახვაში და ამის ნდობა აქვს და ამის იმედი აქვს, რომ თქვენ მაინც ბოლოს ერთად იქნებით, კი. ამას წარმოიდგენს. კი, მეგობრებო, იმასაც წარმოიდგენს, რომ თქვენ მასთან ერთად, ანუ მას თქვენთან ერთად შვილი ეყოლება, აი როგორც აქ. აი ამას წარმოიდგენს. კი, ამ ყველაფერს წარმოიდგენს, წარმოსახვაში წარმოიდგენს. ნუ რა ვქნათ. ოცნებას ვერავინ ვერ წაგვართმევს, მეგობრებო, ასე რომ ძალიან ნანობს და ძალიან ნანობ წარსულს და ძალიან მოწყენილია ამ ყველაფრის და მიუხედავად, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც იმედს იტოვებს ამ ყველაფრისთვის, რომ თქვენთან ერთად ამ ადამიანს კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ მთელი ცხოვრება თქვენთან ერთად იაროს. აბატონო მეგობრებო, და ესე ყოფილიყოს თქვენი იმედები ასრულებული იყოს, თქვენი ოცნებები ახდენილი იყოს და ღმერთმა სულ მშვიდობით ღამოთ და ბედნიერად გაგითენოთ ყოველი დღე. ჩემო ძვირფასებო, მომიტევეთ დაგვიანებისთვის, მაგრამ მაინც მოვედით თქვენამდე. მე კიდევ გემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ყველას, გაიხარეთ.